სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. Ქრისტე აღდგა. Ქრისტე აღდგა. Ქრისტე აღდგა. ეგებით არის სახარულევანი შეძახილებით ულოცავდნენ ერთმანეთს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან მთელი თითქმის 40 დღის განმავლობაში ქრისტეს წმინდა მოციქულები და მოწაფეები, მაგრამ მთლათაზეც არ ყოფილა საყვარელო, რომ მათ ერთბაშად ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა. სწორედაც რომ ლამის 40 დღე დაშირდათ, რომ საბოლოოდ უფალს დაერწმუნებინათ და მრავალფერად ცდილობდა მათ დარწმუნებას, თუ გამოცხადებით, საუბრებით, წმინდა წერილის გამოთარგმანებით, მოსესგან, დავითისგან, სხვა წინასწარმეტყველებისგან, სასწაულით ქმედებითაც კი, რომ საბოლოოდ დაერწმუნებინა აღდგომაში. რატომ იყო ეს ძალზედ მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აღდგომა ჩვენი გადარჩენის საფუძველი არის. თუ ქრისტე არ აღდგა მკვდრეთით, მაშინ უაზრო ყოფილა ჩვენი სარწმუნოება, ამბობს ღვთივდიდებული პავლე და ყველაზე საცუდავი ადამიანები ყოფილვათ, რადა წამს ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს. მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით და გახდა დასაბამი ეგე ჩვენი საცხოვრებისა. თავად მოციქული, ქართულად რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს აღდგომის დამადასტურებელს, აღდგომის მამოწმებელს. ესე იგი, თუ თავად არ ირწმუნებდნენ, როგორ გაიქადაგებდნენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, რომელიც როგორც გითხარით შესავალში საფუძველი ყოფილა ჩვენი საცხოვნებისა. ოთხივე მახარებელი მეტნაკლებად მოგვითხრობენ იმის შესახებ, რადაც დღევანდელი კვირიაკე აღდგომიდან მომდევნო კვირიაკე იწოდება. კერძოდ ეს არის კვირას ხოვლობა, ამგვარად იწოდება და ასევე თომას კვირა, უფრო კონკრეტულად კი თომასაგან უფლის მაცხოვრის გვერდის განხილვის კვირიაკე. კვირას ხოვლობა ნიშნავს კვირის განახლებას, ანუ აღდგომის განახლებას. ცხოველი ცოცხალს ნიშნავს ძველ ქართულად. ყოველი კვირა დღე არის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის უფლის დღეა. თავად სიტყვა კვირიაკე ქართულად რომ ვთარგმნოთ, ბერძნული წარმომავლობისა ნიშნავს უფლის დღეს, მაგრამ მას უწინ ქრისტეს აღდგომამდე ამგვარად როდი ეწოდებოდა, არამედ იწოდებოდა ებრაულად ერთ შაბათად. აი აქედან მოდის მომდევნო მისი დღე, ორ შაბათი, სამ შაბათი, ოთხ შაბათი, ხუთ შაბათი და ეს არის გამოძახილი იმ კვირიაკისა. საერთოდ როგორც წმინდა მამები ამბობენ, ყოველი დღე არის უფლისა. თუ ადამიანი კეთილ გონიერად ცხოვრობს, როგორც თავისი შემოქმედის მადლიერი ქმნილება, უფრო მეტიც არა უბრალოდ ქმნილება, არამედ გვირგვინი ყველა ქმნილებისა, რა თქმა უნდა, მისთვის ყოველი დღე არის მაცხოვრის, უფლის და საცხოვნებელი. სწორედაც საცხოვნებელად ვიყავით პიროვსობელთა სახით გამოძევებული სამოთხიდან, რათა სინანულის გზით და განწმედისა მოგვეპოვებინა დაკარგული სამშობლო. მაგრამ როგორც ცნობილი გაცვეთილი გამოთქმა აქვს, რა კი ჩვენ აღარ ვინდომეთ სამოთხეში დაბრუნება, თავად უფალი მოვიდა, მეუფე სამოთხისა დედამიწაზე მიიღო ადამიანური ლიტონი ბუნება, ყველაფერი მათ შორის სისუსტეებიც და უძლურებანი, გარდა როგორც ხშირად გვითქვამს ცოდვისა. ამად უყვარვარ მე მამას, რომ ნებითა ჩემითა დავსდებ სულსა ჩემსა და მამის ძლით, ანუ ძალით ავსგები მკვდრეთით. სხვაგან პავლე მოციქული ამბობს, მორჩილი იყო მამისა, ძეღვთისა, ხორჩი მოსული, მორჩილი ვიდრე სიკვდილამდე. სიკვდილი როცა მოდიოდა, მას ზედა გეციმანიის ბაღში გამოთქვა ეს და მერმე და მერმე უფალმა ვერ ნახა საწერტელი. საწერტელი ნიშნავს მოსაჭიდებელს. მოსაჭიდებელი რა არის სიკვდილისთვის, რომ ადამიანი მოკლას? ცოდვა. მასში ცოდვა არ იყო, მაგრამ თავისი ნებით დაასდვა სულითვისი და მამისლით აღსგა მკვდრეთით. ეს არის დიდი საიდუმლოება ჩვენი გამოსყიდვისა. ადამიანის შეზღუდული გონება რამდენადაც არ უნდა განიბრძნოს და განიღმრთოს, სისავსით ამას ვერ ჩასვდება. ეს ჩვენ გვინახავს, მაგალითად ახლად ნაკურთხი მღვდელი ვიყავი და ვკითხულობდი და მერმე თარგმნა გადავწყვიტე ბასილი დიდის ერთ-ერთი თხზულებისა, ქადაგებისა სულიწმინდის შესახებ. და ისეთი ღრმა იყო, არ დაგიმალავთ, თავი ამტკივდა სიღრმისგან.
ჩემი მწირი გონება ვერ სვდებოდა იმას და თავად ბასილი აქ და ზოგიერთ სხვა ადგილას ისე როგორც ზოგიერთი მამა ამბობენ აც დავით უმეყო, იმიტომ რომ ჯორღმოლიაო ღვთის მეცნიერებისა და ღვთისმეტყველებისა. ჰიმნოგრაფიაში ცოტა სხვაგვარად არის გამოთქმული. აც შევიდეთ ნისლსა ღვთისმეტყველებისასაო. ჩვენაირი ცოდვილებისთვის დიახაც ნისლით არის გარემოდებული საღვთო ჭეშმარიტებანი. საზოგადო დოგმატთა სახით ჩვენ ვიღებთ ამას სარწმუნოებით განშის გარეშე. ჟელობდნენ ამაზე წმინდა და ღმერთშემოსილი მამები მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე. და ჩვენ წამს და აღვიარებთ რაც ჩამოგვიყალიბეს. რომელსაც ხანერად წამსი ეწოდება, რომელიც კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებაზე ჩამოაყალიბეს. 12 წევრად, 12 მუხლად სწავლება ყოვლადწმინდა ღმერთის, მისი ეკლესიის მომავალი საუკუნო ცხოვრების შესახებ. და ჩვენთვის ეს არის ყველაფერი რწმენით მისაღები. თორემ მაგალითად როდესაც იტყვის რომ მამისაგან იშვა ძე რომელ ადამიანურ გონებას ზალუց როგორ მოხდა მამისაგან უდედო ჩობა და მერმე დედისაგან უმამო ჩობა სული წმინდის მადლით ისე არაფერი არ არისხებს ღმერთს ამბობს წმინდა ანასტასი სინელი როგორც ესე იგი ღვთიურ საიდუმლოებათა ჩხრეკა მეტადრე ნაკლებ განწმენდილი ადამიანისთვის ესე იგი ღვთიური ჭეშმარიტება ეხსნება ქრისტიან ადამიანს მისი განწმენდის და სინანულის კვალობაზე. თუ არა აქვს სინანული, ჩვენ გვინახავს. აი მაგალითად არიოზი, ევტიქი და სხვა ერესი არხები, რომელსაც წვალებლობანი დააარსეს. ერთგვარი განათლება ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ სულიერება და ამ სულიერებაში პირველ ყოვლისა არ ჰქონდათ თავმდაბლობა. რაც ყველაზე არსებითია, თავმდაბლობას ახლავს სინანული და ღვთიური დიდების აღიარება. ამიტომაც ისინი ჩავარდნენ ერეში და დაღუპეს ბევრი ადამიანი და მიდღეინდელად დღემდის. აი დღეს ეგრეთ წოდებული რასელისტების სექტა რო არის, იეღოველებს რომ ეს არ შეიძლება მათ დაუძახო იეღოველები. სოდვაა ეს. იაჰვე ერთ-ერთი სახელია ღმერთის. მე ვარ რომელი ვარ. ამას ნიშნავს. როდესაც შენ ამბობ ამ შეცდომილ ადამიანზე რომ ის არის იეღოველი მოსი რაღაც ერჩი მისი მოწაფე ყოფილა ღმერთის, მაგრამ საქმეც ამაშია რომ ეს სახელი არის მისატყუარი და არსი არის სრულიად საწინააღმდეგო. ყველა ნაგავი მწვალებლობისა, რაც კი საუკუნეთა განმავლობაში არსებობს, თითქმის თავმოყრილია პროტესტანტიზმში და პირველ ყოვლისა რასელისტებთან. ბევრი რომ არ გავაგრძელო საყვარელო, თავად რასელი იყო ვაჭარი კაცი, ფულთ მოყვარული ამბნებით შეპყრობილი და ამ თვალთმაცსა ფულთ მოყვარულმა ვერცხლის მოყვარემ დაარსა სექტა და დღემდე მისდევან გზაშეცდომილი ადამიანები. ცოლმა ერთ-ერთი უჩივლა თავის ყოფილ ქმარს ამ რასელს ფულის თაობაზე და პროცესი მოიგო. ესე იგი ვინა ფულის აფიორა იყო რასელი და ესეთ ადამიანებს ყავს დღეს მოწაფეები. საოცარია, გასაოცარია, როგორც პოეტი იტყოდა. მეორე მხრივ სახელად ქვიან მას თომას კვირა იმის გამო რომ სხვაგვარად უფრო კონკრეტულად იწოდება გვერდის განხილვა. მაცხოვრის გვერდის განხილვა თომას მიერ და რამდენად იყო მნიშვნელოვანი რომ წმინდა მამებს დაეწესებინათ მისი ხსენება და კვირიაკი ამას გზადაგზა საუბრის განმავლობაში მოგახსენებდა თქვენს დარწმუნდებით. თომასაგან გვერდის განხილვაზე 4 მახარებლიდან მსჯელობს და საუბრობს 4 მახარებელი მარკოსი, ლუკა და იოანე. მათ ეს გაკვირთა ზოგადად ნათქვამი, თუმცა არა თომასაგან გვერდის განხილვაზე, უბრალოდ ამ მოვლენაზე რომ უკანასკენ 11 სამსხდომარეთა ან მოციქულთა ეჩვენა ქრისტე და ამხილა ურწმუნოებაი მათი. უფრო გამოწვლილებით მოთხრობილი აქვთ მარკოს მახარებელს მიდი დაჭიქი. დასვით ცუდად არის ეს ადამიანი დილიდან. დილიდან კი არა მე რომ ვკითხო მთელი ცხოვრება ვიცნობ მის ცხოვრებას. და გამოწვლილებით უფრო ეს სამი მახარებელი მოგვითხრობს უფრო მეტად კი ლუკა მახარებელი და ბოლოს იოანე. იოანემ ქრონოლოგიურადაც გვიან დაწერა თავისი სახარება
მისგან სახარება ეს ქრისტესია, მისი არ არის პირადად, რა თქმა უნდა, და როგორც ჩვევია ივანე მახარებელს, რაცაც წინა მახარებლები ამა თუ იმ მოვლენაზე არ ამბობენ, ან სწავლებაზე უფლის, ან სასწაულზე, ან გამოცხადებაზე, იმას ავსებს და ხშირად საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც გვიღრმავებს თავად წოდებული ღვთისმეტყველად. ამიტომ დღეს მართალია სახარების საკითხავად შერჩეულია ივანესაგან სახარება, მაგრამ ჩვენ მოვიშველებთ ასევე ლუკასაგან განსაკუთრებით რამდენადმე მარკოზისაგან სახარებას და მათესგან. მაშასე კვლავ ერთხელ გულისყმრით და არა მარტო თვალით ამოვიკითხოთ სახარების ეს საკითხავი. ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთ შაბათისა იმის და კარნი იგი დახშულ იყვნეს, სადა იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ურიათასა, მოვიდა იესო და დადგა შორის მათსა და რქვა მათ შვიდობაი თქვენთანა. და ვითარცა ესე თქვა, აყუჩვენა მათ ხელნი თვისნი და გვერდიმის და განიხარეს მოწაფეთა იხილეს რა უფალი. ლუკა მახარებელი აზუსტებს, რომ ერთბაშად არ განიხარეს. გარკვეული შიშნეულობანი უცხოდა, ვიდრე დარწმუნდებოდ, რომ ნამდვილად ეს არ არის ზმანება და არის ადამიანი, როგორც ეუბნება მათ, ყურებით აღდგარი მათი მოძღვარი. ერთი მოდი ესეც ვიკითხოთ მანამდე, რატომ მიმართა მიესალმა ამგვარად მშვიდობაი თქვენთანა? რატომ კითხულობ ამას? ხურიასტანში იმჟამად მისალმების სრულიად სხვა ფორმა იყო. გიხაროდნენ, ამბობდა მომხდური. მაშინ რატო ხრა ახლა არა გიხაროდნენ, რაც თავისთავად სასიხარულო იყო რომ აღს გამკვდრეთით, მაგრამ ვიდრე გაიხარებთ, უნდა დაგარწმუნოთ და როგორც თქვით უკვე თითქმის 40 დღე და ღამე არწმუნებდა მათ სხვადასხვა ფერად. ამიტომ მე ხედავ რა თქვენში შიშნეულობას და მრავალი აზრები რომ მოდის თქვენს გულში, როგორც უთხრა, აი ამიტომ საჭიროდ ვთვლი რომ გისურვოთ მშვიდობა, რათა დაწყნარდეთ, დამშვიდდეთ სულიწმინდის მადლით და მომიყვყრათ არა უბრალოდ სასმენელი ყური, არამედ გულისყური. აი მოდით ვნახოთ ლუკასაგან მართლაც რა არის ნათქვამი ამასთან დაკავშირებით, რა უძღოდა გახარებას მისი აღდგომით. აქაც იგივეა ნათქვამი, რომ მშვიდობა უსურვა. და ვით არის იგი, ანუ იესო როდესაც ისინი საუბრობდნენ, ლუკა და კლეოპა ესესა დაბრუნდნენ ემაოსიდან, გზაში მათ თქვენიცით უფალი გამოეცხა და აზიარა დაარწმუნა აღდგომაში, შეშინებულების და გახარებულები ერთბამად გამოიქცნენ უკან იერუსალიმში და მარკოზის დედის სახლში, სადაც შიშისათვის ურიათასა იმალებოდნენ მოციქულები დახშულ კარში. მამაკაცები იყვნენ, ბერგე მამაკაცები, ჰასაკისანი, ჭარმაგნი, მაგრამ შიში ჰქონდათ. სიკვდილის შიში ეს არის ბუნებრივი შიში, რომელიც ადამიანს აქვს, მაგრამ როდესაც ის განმტკიცდება სარწმუნოებაში, მას ეს შიში არ გააჩნია. შეიძლება ბრძოლები, რა თქმა უნდა, ჰქონდეს, ბოროტი, რისი ბოროტია თუ არ ებრძოლება ადამიანს, იმიტომ რომ ყველაზე საზარელი ბრძოლები, როგორც წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვასწავლის, ადამიანს აქვს წინა სასიკვდინე ბრძოლებში. და ერთი სიტყვით გამოეცხადა თავადი შორის მათსა დადგა და რქვა, მშვიდობაი თქვენთანა, აქაც იგივეა გამეორებული. ხოლო იგინი შედრწუნდეს და შეეშინა, ეგონა ვითარმეთ სული რაიმე იხილეს. მშვიდობა უსურვა ეს მარკოს სიტყვებით არ არის ცარიელი. ადამიანის, უბრალო ლიტონი ადამიანის თვითონ სიტყვასაც კი ავია თუ კარგია, თავისი ენერგია აქვს, თავისი ძალა აქვს, თავისი ერთგვარი ზეგავლენა აქვს სხვა ადამიანებზე. ეხლა წარმოიდგინე, რომ ამას ამბობს არა ლიტონი ადამიანი, არამედ ღმერთკაცი. მშვიდობა უსურვო ნიშნავს სულიწმინდის მადლი უსურვო. მათ, იმიტომ რომ ნუ გეშინის მცემელი, დამამშვიდებელი, თქვენებურად რომ ვთქვათ, არის მხოლოდ სულიწმინდა სინამდვილეში. მაგრამ როგორი დიდი იყო მათში შიშნეულობა, რომ ამანაც არ იმოქმედა თითქოს. აი მაგალითად, როდესაც ქრისტეს შესაბრობად მოვიდნენ გეციმანის ბაღში და კითხე შენ ხარ და შენ უთხრა უფალმა, შესაბრობად მოვიდნენ წათებით და შუბლებით შეერაგებული რომაელი ჯარისკაცები იუდასთან ერთად, მაგრამ როცა უთხრა, როცა იესო ქრისტემ
უთხრა რომ შენს კუ სამჯერ უკან დაიხიეს დაემხრებს შეშინებულები მხედრები რომლებიც გულოვანი მეომრები იყვნენ რომაელები და მრავალი ქვეყანა ჰქონდა დაპყრობილი იმ დროს დიდი იმპერია იყო რომისა მიუხედავად როგორი ძალმოსილება ჰქონდა ქრისტეს სიტყვას რომ ადამიანი ამგვარ მდგომარეობაში მოხავდა და არა უბრალოდ ადამიანი არამედ თვით საზარელი აბობოქრებული სტიქიონები აი მაგალითად როდესაც 5 პურითა და 2 თეზით 5000-ზე მეტი განაცხო ელეონის თაზი ავიდა ისინი დატოვავდა შედეგ უბრძანა დამსტარიყდნენ გენესარეთი გადაეცურათ კაპერნაუმში გადასულიყვნენ შუალამისა საზარელი ქარბორბალა დატრიალდა და არ გადავისწრეთ საგვარეულო მოციქულთა უმეტესობა გამოცდილი მეთევზურები იყვნენ მებადურები და მათთვის ეს არ იყო რამაც განსაკუთრებული განსაცდელი მაგრამ იმდენად დიდი სტიქიონი დატრიალდა იქ რომ შეშინებულები იყვნენ როგორც מחარებლები ამოწმდნენ და ზოგიერთი მათგანი იმ ნავში იჯდა სწორედ და იხილეს გარიჟრაშოდენ ცისკარში რომ გადადის ღამე რომ ზმანება რაიმე რომელიც ზღვაზე მოდიოდა და არ იძირებოდა წყალში ქრისტემ იქაც გადასახა მშვიდობა თქვენთან დაამშვიდა ისინი და შემდეგ ესე იგი შევიდა ნავში შეხედა სტიქიონს და შერისხა უსულო ძალას შერისხა ქრისტე მაცხოვარმა დააყენა დაყუდნა როგორც ძველ ქართულად თითქმის და მახარებელი ამბობს დაყუდნა ეს მშფოთვარება და ქარბოლბალა და როგორც ხდება ხოლმე დიდი ხმაურის და სტიქიონის შემდეგ გასაოცარი სიჩუმე ვარდება სიმყუდროვე აი ეს მოხდა იქაც მოციქულები შეშინებულები დაემხნენ ფერხლით და ერთმანეთს ეკითხებოდნენ შიშნეულად ვინ არის ესე რამე თუ ქარნიცა და წყალი დაემორჩილნეს მას დიახ უფალი მეუფია არა მარტო ადამიანის არამედ პირველ ყოვლისა მანამდე ადამიანამდე შექმნული ყოველივე ხილულისა და უხილავისა ანგელოზური ძალებისა გნებავს დედამიწისა თავისი სტიქიონებით და სტიქიებით რომლისგანაც შედგება და რა თქმა უნდა ადამიანის რომელიც შესაქმნის გვირგვინი არის მაგრამ ამას შეცნობა სჭირდება აი როგორ ამბობს პოეტურად და ლამაზად დავით წინასწარმეტყველი უფალზე ვიხილე ქნუნი თითთა შენთანი გასაოცარი სიტყვებია სინამდვილეში ღმერთს განკაცებული არ იყო უფალი როცა ქმნიდა ცასა და ქვეყანას ღვთიური ლოგოსი ხოლო შობილიძე თანამამი და სული წვიდით უხთ მაგრამ პოეტურად არის ნათქვამი იმიტომ რომ ადამიანი ვერ წარმოიდგენს არ იცოდა არ ქონდა ეს სწავლება რას ნიშნავს ღმერთი როგორია ის იგი ანთროპომორფულად ანუ ადამიანურ ენაზე წარმოგვიდგენს როგორ ქმნიდა როგორ ჩვენ თიხანს ვზილავთ თქვათ თითებით ხელით ასევე მოზილა მან არარაობისაგან ცანი და ქვეყანა სტიქიონები შექმნა მერე ქვეყანა მოაწესრიგა პირველ დღეს აღმოაცენა გარკვეული ზღვის მცურავები და სხვა და მერმე მოყვა და უკანასკნელ შესაქმნის უკანასკნელ დღეს მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი როგორც დიდი ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი ამბობდა ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსი ის რაც ბოლოა ქმნილებაში პირველია ჩანაფიქრში არსში არსებითი იყო ადამიანის შექმნა ადამიანისთვის იქნებოდა ცანი ქვეყანა ამიტომ იყო რომ ადამიანს თავად ღმერთმა საბაოთმა დაარქვა ადამ და გასულ ქადაგებებში განგიმარტეთ ადამ რასაც ნიშნავს და რატომ დაარქვა აქედან გამომდინარე ეს იყო იმავდროულად რომ წინასწარმეტყველება არა მარტო ადამიანის სულიერ ინტელექტუალურ განვითარებაზე სარწმუნოებრივზე არა მარტო გამრავლებაზე და მიმოდებაზე დედამიწის 4 კუთხეში არამედ ეს იყო წინასწარმეტყველება პირველ ყოვლისა მეორე ადამზე რომ ქრისტე მოვიდოდა და 4 კუთხით განართხავდა ხელებს და ყველას მოიზიდავდა ზეციური სასუფეველისკენ ანუ დაკარგული სამშობლოსაკენ ძალიან დიდი სიღრმეებია ღრმააზროვანი პლასტები წმინდა სახარებაში ჩვენ ეს უნდა ვიკითხოთ ხოლო წმინდა მამათა გამოთარგმანებით და სულიერი მამის ხელმძღვანელობით და კურთხევით მახარა გუშინწინ ერთ-ერთმა რომ აი მე წმინდა მამებს კითხულობ ვიღაცამ მითხრა მაგას სინათ რომ ძველ აღთქმას ნუ ორივეს დავეკითხე მამა ივანე სულიერი შვილები არიან კითხეთ მეთქი სულიერ მამას
და დაიბნა ერთი მათგანი, რატომ უნდა ეკითხა, როცა ეს მინდა წერილია. იმიტომ რომ ისისმე შენ აღსარებებს, სულიერად მეტნაკლებად გიცნობს, შენ ცხოვრებას იცნობს და მან იცის, ჯერ რა გჭირდება. ძალიან ძვირფასიც რომ იყოს საჭმელ სასმელი, არავინ ახლად შობილ ყრმას გნებავს თვეებისას არ მისცემს. ამით სიყვარულს კი არ გამოხატავს, სიკვდილის საშიშროებას შეუქმნის შვილს. შეიძლება დაიხჩოს, გადასცეს და მოკვდეს უბრალოდ. აი ესევე სულიერ საზრდოობას რაც შეეხება, აქაც სინანულის განწმენდის კვალობაზე კითხულობთ ძველი აღთქმის წიგნებს. ჯერ უნდა შევისწავლოთ ახალი აღთქმის წიგნები და წმინდა მამათა მიერ და მერე უნდა ვიკითხოთ სულიერი მამის კურთხევა თუ გვექნება ძველი აღთქმის წიგნები. ძველ აღთქმაში ბერას გავიგებ თუ არ ვიცით ახალი აღთქმა და თუ არ მიუპყროთ ყურს წმინდა და ღმერთშემოსილებას, მაგალითად ბასილი დიდი. გასაოცარი განმარტება მოგცა წმინდა წერილისა. შექმნათაი, 6 დღეთაი. ამიტომ, როდესაც მე არ მაქვს შესატყვის სულიერება, არ მაქვს განათლებაც პირდაპირ გაგებით ამდენად. სულ ცოტა თამდაბლობა და მორჩილება უნდა მქონდეს, რომ სულიერ მამას ვკითხო, ჩემთვის შეიძლება თუ არა თქვა ვიკითხო ძველი აღთქმის. შეიძლება მოგცეს და კითხე, აი ბასილი დიდის განმარტებათან მიხედვით. ეს ხდება თანდათანობით. და ადამიანი რომ წამოიზრდება და უკვე გამტკიცდება და გამოცდილება ცხოვრებისას, ასე თქვა, ჩვევას ცხოვრებისა იღებს, მერე რა თქმა უნდა შეიძლება სხვა საზრდელ სასმელიც მიიღოს, ასევეა სულიერ ცხოვრებაში. მოკლედ ჩვენი გადაუხვიოთ საყვარელო, როდესაც გამოეცხადა და მშვიდობა უსრუვა, შეძრწუნდეს და შეეშინა. ეს იოანე მახარებელთან არც მარკოსთან, არც მათესთან არ არის ნათქვამი. ესე იგი, ლუკა მახარებელი ვიზუსტებს, რომ ერთბაშად არ გახარებიათ. სიხარული ერთბაშად არ მოსულა, არამედ ამას წინ უძღოდა ძრწოლა და შიში. რატომ? იმიტომ ეგონათ ვითარმე სული რაიმე იხილეს და თავადბან, ანუ ქრისტემ რქვა მათ, რაისა შეწუნებულ ხართ, რაისათვის გულის სიტყვანი მრავალი მოვლენა გულთა თქვენთან, იხილენით, აი ახლა უკვე თავაზობს დასარწმუნებლად საკუთარ ხელს და ფეხს. უნდაც არ გაუკვირდება. რა საჭირო იყო? მას ხელფეხზე ქონდა ნამშვალები, როგორ თავად ხედავდნენ და უფალმაც დაამოწმა. მოდით და მოყავთ თითი თქვენი. თითი მოყავით ხელზე, სადაც ნალურსმები მაქვს, ნამშვალები, ხოლო გვერდში, სადაც ლახვარი მაძგერეს და არა სამშვალი, ამიტომ უფრო ღრმარი და დიდი ჭრილობა, ხელი თქვენი მოყავით. როგორი სიზუსტეა. თითი დამადეთ ხელის ნამშვალებზე, ხოლო ხელი დამადეთ გვერდში და დარწმუნდით რომ მე ვარ, იმიტომ რომ ამას მოციქულები ზოგი ახლოდან, მაგალითად იოანე მახარებელი, ღვთისმშობელ მარიამთან, მარიამ მაგდალეთთან ერთად ახლოსით გაჯვარდა და ხედავდა. დანარჩენები მოშორებით ხედავდნენ, სიკვდილის შიში დაიფანტნენ და გაიქცნენ. ასეთი იყო წინასწარმეტყველება, დავსემ წყერსნი და განიბნინეთ ცხოვარნი. აღსრულდა ამაშიაც წინასწარმეტყველება. ესე იგი, რა კი შიშნეულობა არ გადავიდა, არჩილობის სურვილმა არ უშველა, როგორც სიტყვი ახუმე მათ, ამის შემდეგ სთავაზობს საკუთარ ხელფეხს. მოდით ეხლა ვნახოთ, რას ამბობს ერთ-ერთი წმინდა მამა, კერძოდ კირილე ალექსანდრიელი. თუ კი მკვდრეთით აღდგარი უფლისხეული დიდებაში იყო შესული, როგორ გააშლა მას ნამშვალები ხელფეხზე და გვერდი განგმერილი. ნუ უკვე ვთქვათ, ვინც ან კოჭლი იყო ან ბრმა, აღდგომის შემდეგაც ასეთივე იქნება. ესე ქრისტეს ხო საშუალი გაუყარეს ხელფეხში და ლახვარი უძგირეს და აღსგა ასე ეჩვენა, როგორც იყო ჯვარზე. არა, რა თქმა უნდა, ესე იგი თუ და შედარებას აკეთებს, რა კოჭლი რო იყოს, ან რამე ნაკლი ქონდეს ადამიანს, მკვდრეთით რო აღდგება, ამავე ნაკლით აღდგება? არა, პასუხობს წმინდა კირილე ალექსანდრიელი. რა თქმა უნდა არა, მაგრამ უფალი თომას ეჩვენა იმგვარად, როგორც ეს თომა მithხოვა. და მოციქულებმა მათ არ სთხოვეს, მაგრამ თავად დააპატიჟა უფალმა რომ ენახათ. ისინი არაფრით დიდად თომასგან არ განსხვავდებოდნენ. ერთბაშად არც თომას ურწმუნია უფლის აღდგომა და არც დანარჩენ 10 მოციქულს. იუდა ამ დროს უკვე გამოკლებული იყო, შიშტვილება თავი ჩამოიხრჩო. ვისმეს რომ არ ეფიქრა რომ აღსგა არა ის სხეული, რომელშიც ევნო მაცხვარი, ამიტომ ეჩვენა ამგვარად.
მაგრამ პატერიკულ მოთხრობებში ვკითხულობთ, რომ ამა თუ იმ გამოცხადების დროს მათ უფალი იხილეს ასევე. არა ყოველთვის, მაგრამ ზოგიერთ პატერიკში მოთხრობილია ნახშვალები და იმასაც თავისი კონტექსტი და გამართლება რატო ეჩვენას. ბოლოს და ბოლოს ეს მისი სირცხვილი კი არ არის, რომ ნახშვალები აქვს ხელფეხზე და ნაგმირები აქვს გვერდში. პირიქით, ეს მისი დიდების ნიშნებია, ეს მისი ჩვენდამო უსაზღვრო სიყვარულის ნიშანია. როგორ დაიმდაბლა თავი, წეღვთისამ არ დაგავისდეთ ღმერთკაცმა, რომ ელოდა ეწამა და უკანასკნელი სიკვდილით აღესრულა შორის ავაზაკთა ჯვარზე. ამას იქით აღარ არსებობს სიყვარული. ჩვენ ასეთი სიყვარულის გააზრება გვიჭირს, თეორიული სიყვარულისა. ჩვენ ჩვეულებისაგან გვიყვარს ის, ვინც კეთილს გვიკეთებს და გძულს ის, ვინც ბოროტს გვიკეთებს. უფალთან ასე არ არის. მას ყველა უყვარს. ის ყველასთვის მოვიდა. პიროყოლისა, რა თქმა უნდა, რჩეულიერი შვილები, იმიტომ რომ პიროყოლისა ისინი განდგნენ ქრისტესაგან, ღვთისაგან, მაგრამ ის მოვიდა ყოველი ადამიანისთვის. აი ამას ამოწმებს ერთ-ერთ ქადაგებაშიც მოვედით შენ და ყოველი მაშვალი და ტვირთბძინები. თავად ფაქტიც, რომ ჯვარზე განართხა ხელები, როგორც ათანასე დიდი ამბობს, ამით თითქოს 4 კუთხის ადამიანს მოუწოდა და მოვედით შენ და მაშვალი ცხოვრებისგან გადაყრილები, გამწარებულები, დაქანცულები, შეურაცხყოფილები, სიყვარულ მოკლებულები, ან სულაც უსიყვარულონი და მე განგისვენებ თქვენ. ეხლა აქ მომაგონდა ბოლო დროს ხშირად ვახსენებ კლინიკური შემთხვევები, სიკვდილის შემთხვევები რომ არის აღწერილი. როდესაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხდება ქალი, კაცი, დიდი, პატარა, მოხუცი, ათეისტი, ბუდისტი, მაჰმადიანი, მწვალებელი, მართლმადიდებელი, ყველა გრძნობს ერთსა და იგივეს. იმიტომ რომ ყველანი ესენი არიან ღვთის ქმნილებები. დააკლო რაითა მე ადამიანი ანგელოზთა უკითხულობ. ანგელოზებსაც ლამის არაფრით დააკლო ადამიანი. იმდენად შეამყო სხვა ნიჭებითა და ღირსებებით. ხოლო ჩვენ წუმპეში ვართ და თავს ბედნიერად გვზნობთ სინამდვილეში. მაგრამ ეს ყველაფერი მოგცა რა, დამსახურება კი არ იყო, ის რომ პიროსოველთა დამსახურება არ იყო 64-ში რომ დაადგინა ედენბახისა. ეს არის წყალობა და ქართული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, უნდა შევიშვნათ ეს წყალობა, რომელიც მოგცა სრულიად დაუმსახურებლად უფალო. თუმცა გარკვეული მაგალითად გენეტიკური მემკვიდრეობა და სხვა ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, როცა ესა თუ ის ადამიანი იბადება ამ ქვეყანაში, სოფელში რომ შემოდის, წუთის სოფელში. მოკლედ ჩვენი თქვით, რომ კლინიკური სიკვდილის შემთხვევაში სხვადასხვაფერი ადამიანები, სხვადასხვა აღსარებლობის, რასის და ასე შემდეგ, ყველა გრძნობს ენით გამოუთქმელ სითბოს და სიყვარულს. რა მოხავს ისინი სინამდვილეში, სულ ფიქრობდი ხოლმე, ვკითხულობდი რა წმინდა მამებს. იმას უფლის უსაზღრო სიყვარულს. როდესაც ის მიდის ამ გარკვეულ სულიერ გზას გადის, მას აკონდება აბსოლუტურად ყველაფერი. აქ რაც დავიწყებული აქვს, ისიც წვრილმანებს რომ ვეძახით, ყველაფერი თვალწინ როგორც კინოფილმზე ისე წარმოუდგება ყველა. ჩაივლის მის გონების თვალწინ. აბსოლუტურად ყველაფერი. და ადამიანი ვარდება სინანულში. და ხდება რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს არ უნდა ჩაედინა. ასეთი ბოროტებები არ უნდა ეკეთებინა და არ უნდა დაემცირებინა სხვები. გული არ უნდა ეტკინა, მოყვას ისვის ცოლია, შვილია თუ ვინც არის და ასე შემდეგ. და როცა აი ამ სინდისის ქენჯნის მერე, რომელზეც იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მოუსყიდველი მსაჯული არის, ღვთისაგან ბოძებული ყოველი ადამიანისთვის, რომ უნამუსოს ვეძახდეთ და უსინდისოს. სინამდვილეში გულის სიღრმეში ყველაფერი ჩინებულად იცის, რომ არსებობს ვიღაც, შეიძლება სახელი არ იცის, რომელიც წინაშეც ის პასუხს აგებს ადრე თუ ქვია, ეს ყველა მიცის. და მეტადრე განსაზღვრეთ და განსაჯეთ და გაზომეთ ასეთი ადამიანის უდარდელობა, როცა ცოტა სინდისით იცის, ბევრმა სახარებითაც უკვე იცის და არაფრად დაგიდებ. რატომ? მიწიერი სიამოვნებები იზიდავს, ეშმაკი ასტუნებს, იწყებს თავის მართლებას, ქრისტეს წინაშე არავინ აღარ იმართება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს თავი. აქ შეიძლება ერთმანეთთან გავემართლოთ, თავი მოვატყუოთ ერთმანეთი, ამაღლებული ვითამაშოთ, როგორც ყველა ადამიანი ვთამაშოთ, მაგრამ უფალთან ესენი ამბობენ თვითონ გარდაცვლილები, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. უფალმა
ხედავ, გრძნობ, რომ ყველაფერი იცის. და უფალმა კი არა, შენ რომ შედიხარ იმ სხვა განზომილებაში, აი გვირაბში რომ მიდიხარ და სხვა, ქერა ბივივი თითქოს ყოველ მხრივ თვალები გაქვს და ისე ხედავ, როგორც არასდროს ხედავდი დედამიწაზე. მიწიერ განზომილებებს აღარ ემორჩილები. სულ სხვა განზომილებაში გადადიხარ, იმიტომ რომ ადგილიც რეალობა არის სულიად სხვაგვარი. და როცა ასეთი სინდისის კენჯნის შემდეგ მიდის, მერე როცა აჩვენებს მას თუ დიდხანს დარჩა სამოთხეს, ჯოჯოხეთს, უმეტესობა ნახულობს მარტო გვირაბს ეძახიან, ანუ სადვერეთ საცავს. რომელიც უნდა გაიაროს ახლად გარდა მესამე დღეს ესენი გადიან ზოგი 5 წუთი იყო მკვდარი 44 წუთი და ასე შემდეგ. აი ეგ გუშინ მოусმინ ერთ-ერთი მესახტე დაიღუპა, ტრაგიკული შემთხვევა იყო, 44 წუთი იყო, ასულიერებდნენ გამოცოცხლებას, ფიქრობდნენ მისი თანამშრომელები, მაგრამ შეუდლდო. და მე ყველას აღუწერა, ვინ ტიროდა, ვინ რას აკეთებდა, ვინ რა თქვა, გაოგნებულები უსმენდნენ. და ამავე დროს ის იყო იქ, სადაც იყო ეგრეთ წოდებულ გვირაბში, საძვერეში. ის რაც მესამე დღეს გაევლო 44 წუთის განმავლობაში გაივლა, გვირაბის ბოლოშიც გავიდა. რაღაცები თითქოს გამოტოვებული იყო საფეხურები და აი წარდგა ვის წინაშე? არ იცის რა უწოდოს. როცა ბრუნდება უკან, ამბობს და მოგვითხრობ. მე არ ვიყავი მორწმუნე, ტაძარში არასდროს არ ყოფილვარ, სახარება ხელშიც არ ამიღია. მაგრამ იმის შემდეგ იწყებს სულ სხვაგვარ ცხოვრებას, სხვაგვარად უყურებს ადამიანურ ურთიერთობებს, სხვაგვარად უყურებს უფალს. და სიკვდილის არავის აღარ ეშინია. ისინი ხვდებიან, რომ სიკვდილზე დედამიწაზე სრულიად არასწორი შეხედულებები აქვთ ადამიანებს. სიკვდილით სიცოცხლე არ ფთავრდება და სადაც ისინი იყვნენ, იქიდან დაბრუნება აღარ უნდათ, მაგრამ უფალი აგონებს. შვილი ყავს, შვილები ყავ აღსაზრდელი. შენი მოვალეობა ჯერ აგისრულებია დედამიწაზე. ეს მისი განგებულება ვის დააბრუნებს და რატომ და ვის არ დააბრუნებს. ეს მოკლედ ყველა ესენი ეძახიან გარდა ეკლესიურებისა მანათობელ არსებს. ეკლესიურები ქრისტე მაცხვარზე და რატომ? აი ახლა მათესაგან სახარებაში დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყოველივე მომეცამე მამისაგან ცათაშინა და ქვეყანასაზე და წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართნი. მას როგორც ღმერთს ეს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ კაცობრივი ბუნება შეერთა რა შეურენელა და განახტო, მას მიანიჭა ეს ხელმწიფება როგორც ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასაც და არა თუ მხოლოდ მან მიიღოს, იგი თავის წმინდანებს მიანიჭებს უდიდეს ხელმწიფებას, უდიდეს ძალაუფლებას. განსაკუთრებულად და პირველ ყოვლისა კი მოვიგონები მის ყოვლადწმინდა დედას. როგორც ილია მინიატისი ამბობს, ითხოვოს დედა, ნიშნავს ახსროლდეს. უფალი ამბობს, შენ უნდა ითხოვო, მე მოვალე ვარ, როგორც შვილი აღვასრულო. ხედავთ, რამხელა მეოხება ქონია თიშობელ მარიამს. ეს საწოდავი მწვალებლები და ურწმუნონი, როგორ დიდ მადლსა და მეოხებას არიან დაგლებულები. და მანათობელ არსებისგან ენით აუწერელი სითბო, ეს არ არის ის სითბო აზუსტებენ, რომელიც წვავს დედამიწაზე. ეს არის სითბო, რომელიც არ მარტო შენშია, შენ ხარ სითბოში და სითბო არის შენში. შენ ხარ სიყვარულში და სიყვარული არის შენში. ყველა გიყვარს და პირველ ყოვლისა გიზიდავს და გიყვარს მანათობელი არსება. ეს იგია წყაროს თვალი ამ სინათლის, ამ სიკეთის, ამ სითბოსი, ამ სიყვარულის. ამიტომ აღარ სურთ უკან დაბრუნება. და როდესაც უკან ბრუნდებიან, აღწერენ სხეული. სხეული არ რაღაც საზარელი მათთვის, ვიწრო რაღაცა კანი, რომელშიც უნდა შეძვრეს სული ისე თავიდან, გულისრევი შეგრძნება ზოგიერთ მათგანს, როგორი საზიზღარია სხეული და ეშმაკი ნახეთ, როგორი ხელოვნება აქვს. ზაკბარი გვაჩვენებს, რომ ეს არის ყველაზე არსებითი. აჭამო, ასვა, გარყვნილები დააცხრო და ასე შემდეგ და საბოლოოდ დაიღუპო, მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენ ვახსენეთ, ესე იგი, წუხარება. რატო ეჩვენა ქრისტე, ესე იგი, მოწაფეებს? პირველ ყოვლისა, როგორც მაგალითად ფილარეტ მოსკოველი გვასწავლის იმისთვის, რათა ენუგეშებინა თავისი მოციქულები, იმიტომ რომ ტიროდნენ.
არ იცოდნენ რომ ქრისტე აღს გამკვდრეთით მათი დარწმუნებაც გაჭირდა ეჩვენებოდა იმად რათა პირველ ყოვლისა შიში გაეკარწყლებინა მათში დაეშრიტა და მეორეს მხრივ ესწავლებინა დაერწმუნებინა უпроსორად რომ ნამდვილად აღდგა გამკვდრეთით და წარგავლეთ ამ სოფელში რათა დაამოწმოთ ქრისტეს მოძღვრება და მისი მკვდრეთით აღდგომა და ამით მოიზიდოთ ყოველი სოფელი ვინ უფრო კონკრეტულად რო თქვა ვინც მამის იყო ამბობს მაცხოვარი ერთ-ერთ მსვლელობაში მოწაფეებთან ის მომცა მე ვინც მზეციური მამისგან არის ამორჩეული ამბობს მოციქული პავლე და დაბეჭდული საფრთხო ბეჭდით სულიწმინდის საცხებელით ის არასოდეს არ გაშორდება ღმერთს დიახ მოწოდებული ყველა ვართ მაგრამ რჩეული არა ვართ ყველა და რაზეა დამოკიდებული უსამართლოა ღმერთი რომ ერთს ირჩევს მეორეს არა ღმერთი ყველას მოუწოდებს მაგრამ ზოგს არსობს ისმინოს ამ მოწოდებისა ამიტომ ის არ არის რჩეულებში ესე იგი აქ საჭიროა სინერგია არა მარტო ღვთისნება რომ რაც იმაში მდგომარეობს რომ ყოველი ადამიანი აცხონოს მოაქციოს და აცხონოს არამედ ასევე საჭიროა შენი თავისუფალი ნება რომელსაც ღმერთი დიდ პატივს სცემს აი ეს რომ ამბობენ რატო არ დაშიც ამას რატო არ წაიყვანს ამას ის რომ დასაჯო შვილო ჯოჯოხეთის მკვიდრი იქნება მაგრამ აძლევ დროს და მადლსაც და შემთხვევებს ცხოვრებაში რომ დაფიქრდეს და მოიქცეს შენ ვინახარ ხრის მონას რო განეკითხავს შენ იმ ადამიანის შექმნაში არანაირი მონაწილეობა არ აქვს მაშინაც კი როცა მამა ქვია თუ დედა ამა თუ იმ შვილის მისი პირველი მამა და უფალი და პატრონი არის უფალი ღმერთი თუ არა ღმერთი არ მოგეცემოდა აი რამდენი შემთხვევა ცოლის ჯანმრთელია ქმარი ჯანმრთელია შვილი არ ეძლევა წლების და ზოგჯერ ათწლეულების განმავლობაში პირიქით ქალი დაავადებულია ან მამაკაც საჭირო რაოდენობის ქრომოსომები არ აქვს მაგრამ ხდება სასწაული და ჩდება ბავშვი ადამიანებზეა დამოკიდებული ითხოვენ თუ არა ღვთისაგან წმენით ინკოგნიტო თვითყვი რა თქმა უნდა ჩვენ ბრელშიც იყო ესე იგი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაახლოებით ალბათ 12-13 წელიწადი გავიდა ტრაგიკულად დაეღუპა ვაჟი ერთ-ერთ ქრისტიანს და ძალიან განიცდიდა ქალიშვილები ყავ თანაშენი და ეს იყო ნაბულარა და განიცდიდა რა მოკლედ რომ სხვა და ძალიან შემეცოდა ჩემი სულიერი შვილი იყო და კარგი ადამიანი კეთილშობილი ადამიანი თან უკვე ასაკშიც იყო და ეს რაოდენობა არ იყო საჭირო და ერთ სიტყვით ადამიანური გაგებით ბუნებითი კანონებით მას არასდროს შვილი არ უნდა ხოლოდა გულში აზრი მომცა უფალმა მაცხოვრის წინაშე რომელიც აღდგომის ტაძარშია ანკელში დასვენებული გადაუხადე ეს და უთხარი რომ ვაჟი გიყოლება და ქრისტე უნდა დაარქვა სახელად არ ვიცი რატომ აი ესეთი აზრი მოვიდა გულში და ჩემითაც ვიდრე პარაკლის გადაუხდიდი ცოლ ქმარს გულში ვთხოვე უფალს რომ დაუხასიათე როგორც წეგან თქვენ კეთილშობილი ადამიანები არიან მეთქი და დიდად წუხარენი და თუ შენი განგებულება თulis საჭიროდ ვაჟი მიეცე უბრალოდ შვილი კი არა ვაჟი მეთქი გაჩნდა ქრისტე ჭამას მოუყვარს სიცოცხლე ცელქი ბიჭია და ასე შემდეგ მაგრამ ბორცმულია რა ვიცი ღვთის განგებულებას ადამიანი ვერ ჩასვდება რატო სხვებს არ ეძლევათ მოდი მეც წავალ მამარჩილთან თურმე მკითხაო სიტყვიან ჩემზე და მომეცემა ეგრე როდი ხდება ჩემო კეთილო ჩემ მგლობაში 46 წელია მგლობა დაიწყო ჩემი ასეთი შემთხვევა იყო სულ 2 თუ 3 რამდენი წელი გავიდა ათეული წმენას ნაკლებად აქვს აი კლინიკური სიკვდილით გარდაცვლილებიდან არაერთნი და ორნი ამბობენ რომ ეკლესიურ იყავი დავდიოდი ღვთისმეტყველების დოქტორი ვიყავ ესე და თურმე სულ სხვა რამ აღმოჩნდა იქ წინიერების დონეზე ვისაც წამს ხოლოდ გონებაში ის არ ცხონდება ღმერთის სული და ჭეშმარიტება ამბობს უფალი და სულში და ჭეშმარიტებაში თაყვანის მცემელს აწლებს ამ მადლსა და ძალას და მის თაყვანისცემას ასეთისას იწირავს შეიძლება ადამიანი ძალიან ლიტონი იყოს უბრალო გაუნათლებელიც კი ტლუ როგორც თქვენ ახასიათებთ დაცინმით
მაგრამ დიდი მადლი იყოს მასე. 2 დღის წინ ერთ-ერთ თოფიში მიმიწვიეს ვაკეში არა, ყავის სიყვარულით არ წავსულვარ. ჩემი სულიერი შვილია უფროსი და მთხოვა. და მათ შორის მოკლე ქადაგება უთხარი და აი რაც მოვიდა გულთან ის მოუღები. თქვენ იცით, მაგრამ გავიმეორებ, რადგან კონტექსტ ჩვენი საუბრისას სჭირდება. აი ასე გრძელდება ჩვენი საუბრები და უქმად რა ვთქვი? ზოგიერთები ბევრს ქადაგებს, დიდხანს ქადაგებს. ასე კითხეს ესე იგი ერთხელ ბეთჰოვენს და მერე რიხარდ ვაგნერს, რომ თქვენი ნაწარმოებები ძნელი შესასრულებელი არისო ვიოლინოზე. როცა ჩემთან გენია საუბრობს, როგორ ფიქრობ, შენ საბრალო ვიოლინოზე ვფიქრობ მაგ დროს? მეც რო გამოვედი და ვფიქრობ ჩემზედაც მადლია, იმიტომ რომ სულ ცოტა მონათრული ვარ და გარდა მაგისა ხელდასმული ვარ მკვდლად. ამას გარდა წმინდა ზიარება მივიღე. რას ნიშნავს? უფალი შემოვიდა ჩემს არსებაში. ამანაც გამაძლიერა რა თქმა უნდა და განმახტო ერთგვარად თუ გულით მივიღე ეს. გარდა მაგისა გამოვისახე ყოვლადწმინდა საების სახელზე. ჯვარი რასაც იმას ნიშნავს რომ მე ჩემიდან კი არ გელაპარაკებ და ჩემსაც კი არ მოგითხოთ. ჩვენი მოძღვრება როგორც პავლე ამბობს არ მოგვაქვს. არაბეთ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და რომელიც სიტყვა იყო დღეს ნათქვამი რომელიც უფალი იესო ქრისტეს მის მამას და სულიწმინდას არ უკავშირდებოდა. აი რა იწევს გახანძლებას ქადაგების. ზოგიერთმა უცნო მამა თქვენ რა იცით თვალებზე გატყვიათ ზოგიერთებს. ზოგმა თავის გადააქნია 1-2 და ასე შემდეგ. მაგრამ მე არც თქვენს ლამაზ თვალებზე ვფიქრობ და არც თავის გადაგდებას. ასე თავებს ხრიდნენ ქრისტეს როცა იყო ჯვარცმული, გაივლიდნენ და ჩაიკისკისებდნენ. ესე იგი შვებშველოდაო და აბა იხსენ თავი გარდამოხეთ მაგიერ ჯვრით. და მათში ეშმაკი ლაპარაკობდა. ისინი მოხიბლული უკვე შეპყრობილები ყავდა ეშმაკს. ანუ ხელი უნდა აეღო იმასე რისაც მოვიდა რომ სულითვისი დაედვა ჩვენი საცხოვრებისათვის. წმინდა გარდამოცემით ამას გარდა რომ ქვევით ყავდა მოწაფეები რომელიც აღიზიანებდნენ ქრისტეს და აბუჩათიგდებდნენ ასევე მაგრამ ქრისტეს პატი მოყარება არ ქონდა და დიდების მოყარება რომ არ ფიქრობ რომ არც ემილია გადმოსულა არა ის ამისთვის მოვიდა. მეორე გადმოცემით ესე იგი მარცხენით ედგა ეშმაკი და უთვლი და ადამ და ევადან დაწყებული რაცოდვები აქვს ჩადენილი კაცებრიობას რომ ხელი აეღო ჯვარცმაზე და ჩვენს გამოსყიდვაზე ამხსით დიახ მან ამ პარტავნების განსახიერება უდიდესი თამდაბლობით შეძლო უსიყვარულო არსება დაამარცხა უსაზღვრო სიყვარულით და ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის სული და სიცოცხლე დასდოა ჩვენი ცხონებისათვის როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ასეთი უფალი ეხლა რა კი მწუხარება ვახსენებ რომ მწუხარები იყვნენ მათი ნუგეშინისთვის მოვიდა ასევე მათ დასარწმუნებლად აგერა მიწებს ხელ მარჯვნივ ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამისა რომელიც აღდგომად ღამეს ლიტანიობის წინ ერთმა ცოლ-ქმარმა შვილის სახელზე ნინოს მოიხსენოს ნინო ღმერთმა და შემომწირველებით ეს ხატი იწოდება დაშრიტელ მწუხარებაი შენი ამ ცოლ-ქმარს გაეგო ერთი მრევლი ჩვენთაგანი ახლო არის მათთან რომ აქ იხატება ღვთისმშობლის ხატები ურიცხვი დაიხატა დაუსდომლები ამ დღეებში ორი ვთარგმნე ღვთისმადლი და კიდევ ვაპირებ ბევრს და სანამ ცოცხალი ვარ უნდა ვთარგმნო ეს მე მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას გარდა მაგისა სულიერ საზრდოთ ეძლევათ მრევლს კიდევ რა არის კითხულობს ეშმაკი გარდა მაგისა უცბელად გეტყვით შემოსავალიც არის რა თქმა უნდა ეს თავისთავად იგულისხმება მუშაკი ღირსია ნამუშაკების სახარებაშია ნათქვამი არა ასეთ გამქილიკლებებს ვეუბნები მივმართავ როგორც თქვენებურად რო თქვათ უფრო გასაგებად დამიყვლია გამიტყავებია ჩამა მიკიდნია ანუ მიწვალია ზოგჯერ ღამეების მითევებია პოლიართრიტის მიუხედავად და სახსრების დაავადებით საათობით ბჯაყვალ საწერ მაგიდასა და როგორ ჩვილობილი ისე გამოსულა ჩემი ხელიდან ეს თარგმანი თარგმნა წმინდა მამები არის თავისებური კომენტირება რასაც თარგმნია ჩემეული ინდივიდუალობა ფენია ამათი თარგმანები ისე რომ ნებისმიერი სხვისა ვინც თარგმნის რა თქმა უნდა ჯობზებჯობი არ დაინება მოკლედ აი ეს ხატი შემოსწირეს ამ ხატს ქვია ესე იგი ბევრი ხატი კიდევ მხედველობაში უნდა დაიწეროს, ოღონდ ამხელა ზომის, იმიტომ არც ერთ ტაძარში ამ მოთხიდან აღარ არის ადგილები. ფრესკებზე არ შეიძლება ხატების ჩამოგიდება. ამიტომ ზომაში დავაპატარავე, რომ რაოდენობაში რაც შეიძლება მეტი დაიწეროს ხატი. ღვთისმშობლის დიდება ესეც. ღვთისმშობლის დიდებაში ჩანს ღმერთის სიყვარული, თავისი ყოვლადწმინდა დედის მიერ ამრავლებს და სასაუცნობ ხატებს, შეწევნას, კურნებას და ასე შემდეგ.
ამაში ჩანს უფლის უსაზღვრო სიყვარული კასტამოდლის მიმართ. მოკლედ იმათ იკითხეს რომ რომელი ხატიო და ეს თუ შეიძლებაო მეუთხარე კი ვაპირებ მეთქი მაგის დაუჯდომელი საჭმელს დაშრიტე მწუხარებაი ჩემი ან განმექარებ მწუხარება ნანობრო ეხლა არ წამოვიღებ მეუფე ტრიფონ თურქესტანიშვილის ცხოვრებას რომ თარგმნიდი მისი ლექსებიც თარგმნე რამდენიმე შემორჩა და მათ შორის არის ასეთი ლექსი ამ ხატის მიმართ არის მიწვილი განმექარებ მწუხარება ეს ღმასიბერეში დაწერა ვიდრე დაწერა დაუჯდომელ საგალობელს ღმერთის მიმართ მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ერთი სიტყვით აი ეს შევარჩიე რატო პირადად მე ჯერთი როგორ ჩანს მე უხერხულობის გამო ბოლომდე ვერ გამოვკითხე რაღაც მწუხარება აქვს შვილთან დაკავშირებით მეორეც ხედავ რა როგორც ქრისტიანი და მოქალაქე ამ სოფლისა გამრავდა ჭირვარანის უბედურებები დედამიწაზე ტკივნეულობანი სნეულებანი უპრიანიც იქნება რომ ეს ხატი შემოეწირა თავად დაწერეს ცოლ-ქმარმა ხატწერები არიან და შემოსილეს ულამაზესი ხატი ასე აღვიქრე პირდაპირ ახლოვანებაში მომიყვანა ულახტილა ესე იგი სახეც აქ ქართული კი არა ისეთი აქ როგორიც იყო ღვთისმშობელი წმინდა გადმოცემით დიდი გრძელი ნუშისებური თვალები ჰქონდა გრძელი მორკალური წარბები პატარა ბაგეები უმანკუების ნიშნად ცნობილია იმ დღესაც ვიალყო მაღამეს ვისაც ძალიან დიდი პირი აქვს დაბალი ინტელექტის ნიშანს ავლენს ამბობენ მეცნიერები აქაც პატარა მოკუმული ბაგეები უბიწვების და დიდი სულიერების ნიშანია ესეც ეხლა მოდაშია ტუჩების გადაკეთება მაგრამ ნახეთ როგორ აკეთებენ იბერავენ სიმახინჯებდნენ რა ბოზებიც არიან ის უნდა სახეზე გქონდეთ და აფერიათ კიდეს გულახდილად ვამბობ მაგრამ ამ ქადაგების მერე ვინმე არ სტუნდეს და არ დაიმოკლოს ბაგეები ეგრე არ ხდება როგორც პარიატრიული ოპერაციის დროს ხუთს რომ ესე იგი დაიპატარავენ ამაში სულიერად არაფერი იცვლება შენში უბრალოდ რა ხდება როცა საჭმელს ჭამს ასეთი ადამიანი სიგნალი იგზავნება ტვინში რომ უკვე მაცხარია და აღარ უნდა და იქლებენ წონაში ზოგი 80 კილოსაც 100-ს 150-ს დაუგლია მაგრამ როგორც ერთ მათგანს უთხარი ჩემო კეთილო მეთქი შენ უნდა ძლიერს ნეობრივად მეთქი ნაყროვანებას გემოთ მოყვარებას და ყველაფერი მოგვარდება თანდათანობით მაგრამ არ დამიჯერა და ეხლა იტანჯება იმიტომ რომ იმ ავადმყოფობას თუ არ იცავს სწორად მოსდევს სხვა გართულებები ისე რომ ნურს დაიმოკლეთ და ნურს დაიგრძელებთ უჩეშს და სახის ნაკვთებს სნეობრივად შეიცვალეთ უკეთესობისკენ ეს არის ადამიანის დანიშნულება აი რა არისო ერთმა მათგანმა მითხრა ასეთებიდან ცხოვრების აზრი ვერ გავიგეო ნუ ხარი შეფრის არაფერია ჭამესვი დაისვენე თენდება ღამდება აი ესე მიდის ამ ტონში შენი ცხოვრება მაგრამ ესე როდი უნდა იყოს ადამიანის დანიშნულება ნუ ნაბერწკალივით ცეცას ესრახოდეს ამბობს იობ ნათქვამია იობ მართალის წიგნში ღმერთს დამსგავსება არის არაუბრალოდ ქრისტეს ადამიანის ნამდვილი დანიშნულება უკვე დედამიწა ჩვენ რომ ეს ჩვენით არ შევეძლო ამიტომ მოვიდა უფალი ივასხა ჩვენგან ისესხა ადამიანური ბუნება და ჩვენ გვასესხა ღვთაებრივი ბუნება და მოგცა განხრობის საშუალება მაგრამ არსებითია რომ ეს გადავწყვიტო მე თუ არ გადავწყვიტავ ეს ზალად არ მოხდება ხომ სასუფეველია ხომ ნეტარება ხომ უკვდავება მაგრამ იქაც კი არ შეგიყვან ზალით თუ შენ ეს არ გსურს ხოლო თუ გსურს უფალი გეუბნება კიბე იქ მისასვლელად მე ვარ ეჯერ კიდე იაკობ მამათავართან გაჩვენეთ მე ვარ შვილო მოვედი ხორცში და გეუბნები გზა ცხოვრება და ჭეშმარიტება მე ვარ კარის ამოთხისა სხვაგან ნუეცებ ნურს რელიგიებში ნურს ადამიანურ ცდომილებებში ეს პატარა შესავალი იყო თქვენი სტებართით თქვენ გენაცვალეთ ამა რატო უნდა მოიწყინოთ ვერ გამიგია მე და რატომ უნდა იგრძნოთ დაღლა მე თქვენზე ბებერი ვარ დაავადებული ვარ ბევრნაირი გაგები ეხლა მამა ივანეს უთხარ გული მტკივა მეთქი და შეიძლება დავუშტომდეს თქვენ ჩახვიდეთ და მე აქ დავჭი ბარძიმი მივიღო მეთქი იმდენად ცუდად ვიყავი ეს 2-3 დღეა ცუდად ვარ დიდ მართვის მერე თითქმის 2 კვირა მჭირდება მეტი რომ გამოვიდე მდგომარეობიდან
და ასე შემდეგ თავს კი არ ვიკატუნებ. ბევრი ჩვენთაგანიც ამ მდგომარეობაშია, მაგრამ ჩვენი ჯვარი განსაკუთრებულად ძიმე არის ვიტყოდი დღეს ასეთ სულიერად გადაგვარებულ ადამიანებში. მგლობის ჯვარს გულისხმობ და საერთოდ მოძღვრობის ზოგადად პატრიარქობაზე აღარ ვიტყვი. სიკვდილის წინ ვიგალობა, იგალობა და ვიღალე. უფლისწინაშე იგალობა, მაგრამ ჩვენს გაგვაგონა. როგორი ტკივილია ამ საგალობელში, რამდენი, როგორი სევდაც არის, როგორი სიყვარულია. და ამიტომ იყო ამ და ბევრი მიზეზების გამო, რომ სიცოცხლეში აძაგებდა თვით ისინი მიდიოდნენ და ტიროდნენ პატრიარქს. ზოგი აი რიგები იყო 7-8 საათიანი, დგებოდა მეორედ მესამედ მითხრეს მე, რომ მისულიყვნენ მიახლებოდნენ პატრიარქს ახლოს. ჩვენ ეს წმინდა ქართული თვისება ადრეს თქვი, რომ ადამიანი სანამ ცოცხალია ვაძაგოთ, ვაგინოთ, რომ მოკვდება დავაფასოთ. ჩვენი დაფასება რა შეიძლება ახლა? მას მარაც წაიღო, იმით წარდგება უფლისწინაშე. მაგრამ აგერ რამდენი შეაწევს ლოცვას. როგორც ძველ ქართულად თითქმის ზედმეტი ერბო კერც არ აფუჭებს. სულ რომ წმინდა იყოს, გმართებს მამისთვის ღვთისწინაშე შვილებმა ლოცვები წარუმართოთ. ეს ხატი დაბრძანდა უკვე ამოვასვენე, ვაკურთხე აღდგომა ღამესვე და ესვენა წმინდა ტრაპეზზე აღდგომა ღამეს. მადლი მადლზე რომ შეეწინა, უბრალოდ ეს ვაკურთხე და დაუშვო მეოხე და დავასვენეთ უკვე ორი ბუშინ მამა გაბრიელის ტაძარში. ეხლა ერთხელო დაიწიწიკა ტელეფონმა შენიშნა არ მოგეცით. და ვიღაცა ხო უნდა მიხვდარიყო ტელეფონი, მასაც ხომ არ დარჩა ჩართული. ნუ ეს არ არის ჩვენი მრევლი. მრევლი უკვე გაწოფნილია ამ ხრივ შედარებით. ნუ გარედან რომ მოდიან დარღვევები არის. ეხლა თქვენი ხმით მამაო ნოაქცევთ ყურადღებას. რატო? ვინ გითხრათ რომ ეს არ არის ცოდვა? ვინ გითხრათ? წმინდა მამები ამბობენ, ყველაზე მძიმე ცოდვა ის არის, რომელსაც თქვენ ცოდვა თართვლით. გამიგეთ საყვარელო. შევიდეს ალსა შენსა შიშითა შენით აქ რომ შემოდიხარ ამ სიტყვებს უნდა ამბობდე თუ არ ამბობ იცოდე პსალმონის სიტყვები და თუ შიშით შედიხარ დაიხედე ბოლო-ბოლო ამ ტელეფონზე და თუ არა და როგორც ქართულად იტყვიან ხოლმე სამჯერ მოიტარე თავს და გადააგდე მტკვარში და თავს იმართლებენ ხოლმე ამიტომ დარჩა იმიტომ დარჩა და ასე შემდეგ მაშასე აი რატო დააპატიჟა რომ და უჩვენა ხელფეხი და ნამშვალები და ესე რა ითქვა, უჩვენა მათ ხელნით და ფერხნი მისლით. ვიდრე იგი აღარ არწმენა მათ, მაინც უჭირდათ დაჯერება. ხო ნახეს. დააპატიჟა შეეხეთ, არ შეეხნეთ თუ არა, მაგრამ არ წამდათ რატო უჭირდათ ერწმუნათ რატო სიხარულისა მისგან გაიხარეს. რომ უფალია და საკვირველებისა. ესე იგი საოცრებისა და სიხარულის გამო მაინც და მაინც ბოლომდე ვერ ერწმუნეს. უჭირდათ დაჯერება. თქვა მათ იესო ეხლა კიდევ ერთ რას მე გარემოება საშუალებას თავაზობს რომ დაარტყოს. გააქვთ რა იქა ჭამადი? როგორ მამაო, ეხლა ზოგიერთი გაოცებული იკითხავ. თუ მკვდრეთით აღდგა, მისი სხეული შეიცვალა ჭეშმარიტად. მას მოთხოვნილება აქვს რომ პური ჭამოს თევზი და თაფლი, თუ ასე შემდეგ, ადამიანური საზდელი. არა რა თქმა უნდა. არანაირი მოთხოვნილება. პავლე მოციქული სასწავლებელი სათავე არ არის საჭმელი და სასმელიო. მაგრამ ადამიანებს სჭირდებოდა დასარწმუნებლად, რომ ზმანებას ამის ქნა არ შეუძლია ადამიანის საზდელის მიღება. თქვა მათ იესო, გაქვს რა კაჭამადი, ხოლო მათ მიუყრეს, მას თევზის ამწვრისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. და ნახეთ როგორ ამბობს מחარებელი. კი არ დაუყრეს წინ, კი არ მისცეს, მიუყრეს, რაც აი ესე შორიდან მიაწოდეს, იმიტომ რომ ეშინოდათ მისი მაინც. ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, ზმანება რაიმე არ იყო. და ჭამა წინაშე მაცა, რატო ახაზგასული, რა კი იქით რა თქმა უნდა მათ წინაშე ჭამდა, მაგრამ מחარებელი ხალხს უსვამს, ესე იგი აზრის გასაღრმავებლად, რომ მათ წინაშე ჭამა, იმიტომ რომ მათთვის ჭამდა ის. და მოიღო ნეშტი, ფხა და გოლი. და აჩვენ. თუ ამით მაინც დაერწმუნებინა. დარქვა, ესე იგი სიტყვანი არის, რომელთა გეტყოდეთ თქვენ, ვიდრე იგი ვიყავყავთ თქვენთანა, ვითარმე ჯერ არ სასრულებად ყოველი წერილი შულსა მოსესა და წინასწარმეტყველსა და ფსალმთა ჭერს არაერთხელ ქადაგებასა თუ კერძო საუბრებში უფალი იესო ქრისტე
გამოუთარმანებდა წმინდა წერილიდან, რომ ასე უნდა ყოფილიყო, უნდა შეპყრობილიყო, მოკიცხულიყო მოხუცებულთაგან, დამცირებულიყო, ჯვარცმულიყო, მერმე მკვდრეთით აღსგარიყო და მე ამ ყველაფერს გეუბნებოდითო წინასწარ. აი ეს ახლა თქვენ წინაშე. მაშინ განუხნა გონებანი მათი გულისხმის ყოფა წიგნთან. თავად ფაქტიც რომ ეხლა შესავალში რომ ასენ დახშულ კარში შევიდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი სხეული. ამ სხეულს სამსების სხვაგვარი თვისებები ჰქონდა შეძენილი. იყო ნამდვილად ქრისტეს სხეული, მაგრამ არა იმგვარი თვისებების უკვე როგორც მანამდის, აღდგომავდის. მას ჰქონდა ტკივილის გრძნობაც ჰქონდა, წყურვილის, შიმშილისა, ძილის მოთხოვნილებაც. ყველაფერი ადამიანური მიიღო გარდა ცოდვისა. მაგრამ როცა აღსდგა მკვდრეთით მისმა სხეულმა, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მართალი ადამიანი, რომელიც გამართლდება, აღსგება მკვდრეთით, რა საშინელ სამჟალოზე, ისეთივე თვისებების სხეული ექნება, როგორიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა. ესე იგი, არა მარტო სულით მემსგავსებით ხმეთ, არამედ ჩვენი ხორცნიც დაემსგავსება ქრისტეს მკვდრეთით აღდგარ სხეულს. ამაშიც დიდი სიყვარულია. ყოველივე, რაც მამამ მისცა მას, მან მისცა ადამიანებს. ვის? ადამიანებს შორის იმათ, ვინც ირწმუნა. მარტო ამათვის კი არ მოვიდა, ყველასთვის მოვიდა, მაგრამ სხვებმა არ ისურვეს უფალთან ყოფნა. როგორი გამოთქმა, ხვალ რა იქნება, მე არ ვიცი, აი დღეს რაც მინდა, ამას მივიღებ, ჭამასმა, გართობა, კეიფი, მრუშობა და ასე შემდეგ. კი ბატონო, სამწუხაროა, ვამბობ როგორც მოძღვარი. მაგრამ უნდა იცოდე და ქრისტემ სიყვარულის გამო გაგაფრთხილა, რომ თუ შენ ამ გზას დაადგები, მიყვალ ჯოჯოხეთში. ხოლო თუ ქრისტეს შეუდგები და თანაჯვარცმული იქნები ქრისტესთან ერთად, ანუ მრავალ ტკივილებს მოითმენ. ამ ცხოვრებაში იცოდე, რომ თანაზიარი იქნები ქრისტესი ზეციურ სასწაულში. მარჯვენით ჩემსა დაგიცვა, თუ ამბობს უფალი. მაშინ განუხნა მას გონებანი მათი გულისხმის ყოფა წიგნთა და თქვა, რამე თუ ესრე ჯერ იყო და არ სუნებად ქრისტესა და აღდგომად მკვდრეთით მესამესა დღესა და ქადაგებად სახელითა მისთა სინანულიდან მოტევებად სოდვათაი ყოველთა მიმართ წარმართა იწყეთ იერუსალიმით და ჰა ესე რა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა უწინასწარ მეტყველებს ახალ აღთქმას აი ამას ნიშნავს ახალი აღთქმა ახალ აღთქმას მოგივლინო ძველი აღთქმა რა იყო იცით არა ცისარტყელა რომ გაიჭიმა წარღვნის შემდეგ რომ აღარ დააჭრიდა ასე კაცობრიობას წარღვნით ახალი აღთქმა რაში მდგომარეობს აი ამბობს უფალი და ეს რა მე მოგივლინო თქვენ აღთქმა იგი მამისა ჩემისაი ხოლო თქვენ დასხედით ქალაქ სამაშინა იერუსალემსა ვიდრემდე შეიმოსო ძალი მაღლით ეს ძალი მაღლისა არის მადლი ღვთისა მადლი და ძალა ერთი და იგივეა ღვთისა ანუ სულთმოფენობა იწინასწარ მეტყველა იერუსალემში დასხედით არ დატოვოთ დრო და ჟამამდის და დატოვებთ მხოლოდ მას მერე რაც ზეციური მამი სულ შეიმოსავთ სულთმოფენობის ჟამს რომლითაც ნიჭი მიიღეს წინასწარ მეტყველების სასაუთქმედების ალაპარაკდნენ უცხო ენებზე სხვა მახარებელთან თუ არ ვსწრები მარკოსთან არის ნათქვამი რომ აი ერთ-ერთი ნიშანია რა იქნება ასეთი მოწაფეების ქრისტესი მარკოსთან არის დიახ ნათქვამი როცა ეუბნება რომ გახვალთ საქადაგებლად ამასვე დაზეს უქადაგეთ და ნათელსეცით ვინც ირწმუნოს ცხონდეს ვინც არა და დაისაჯოს და აწმე უკვე დასჯილია რადგან ჭეშმარიტება არ ასამს ხოლო სასაული ანუ ნიშსასაულები მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმით ეშმაკზე იღებს ძალაუფლებას ადამიანი ენათა ახალთა იტყოდიან გველთა შეიპყრობდნენ დაღა თუ სასიკვდინე რაიმე სვან არარაი ამოს მათ სნეულთაზე და ხელსა დასდებდნენ და განცოცხლებოდნენ აი ამ ნიჭებით ისინი დაარწმუნებენ იმაში რასაც უქადაგებენ ეს არის სრული ჭეშმარიტება ღვთის სიტყვა სახარება ქრისტესი დაუბრუნდეთ კვლავ იოანე მახარებელს შევივსეთ რა ზოგი რამ ლუკასაგან და მარკოზისაგან არც ერთ სხვა მახარებელს არ აქვს ნათქვამი რასაც ამჯერად ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე კერძოდ როცა აგზავნის საქადაგებლად ეს ხებთანაც არის ნათქვამი და მერმე ეტყვის
და ვითარცა ეს თქვა, რომ უთხრა რომ წარვედი და მოიმოწაფენით, იქადაგეთ ღვთის სიტყვა, შებერა მადარქვა, მიიღეთ სული წმინდა. ამას მხოლოდ იოანე მახარებელი ამოწმებს. და ამ სულით ისინი განწმინდა და კერძოდ რომელი ხარისმა ნიჭი მიანიჭა, მადლისა მოისმინეთ. უკვე თუ ვიეთნიმე მიუტევნენ სოდვანი, მიეტევნენ მათ და უკვე თუ ვიეთნიმე შეიპყრეთ, შეპყრობილ იყვნენ. ესე იგი რა ძალაუფლება მიუცე, რომ ადამიანებს უფლის სახელითა და მადლით მიუტევენ სოდვები. და არა მარტო სოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს სამღვდელო იერარქიას, არამედ შეუძლიათ ადამიანის შეჰკრას კიდეც და შეაჩვენოს. კეთება. ხოდა ისენი შილო. ეხლა ეკატერინეს დაუთხე. ყავარჯენი უჭირავს და დაგითმო. აი ეს არის სიყვარული. ირე მაირებს ბალახი მიეწოდა, შენ სიბალახეო რა, განა თვითონ ვერ იბალახებ და ნახე რა ჯანიანი ზორბა დედაკაცია. გადაცვალეთ ყველას. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. ხო, ეს კეთევანსაც ეკუთვნის. იქ კიდევ იზის მარიამ, ეს ის არ პენსიონერები არიან, ასე ვთქვათ. მეც პენსიონერი ვარ. მაგრამ ფეხზე მდგევარ ამდენი ხანია. რა, როგორ? რატომ? აქტოვანებული ვარ ღვთის სიტყვით, რაზეც ვსაუბრობ. თქვენ საფრთხოვანდი და საერთოდ ფეხზე დგომა კი არა. დღეს ხო გახსნილებული არა, მოგეხსენებათ, არაფერი აღარ მოგაგონდებათ. მას შეკვრა გახსნის ძალაუფლება მისა. ეს დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ აი მაგალითად მარიამ მაგდალელთა როგორ იყო. თომა მოციქულს ეხლა ჩვენ წავიკითხავთ ამ მონაკვეთს ფრაგმენტს იოანეს სახარებიდან, თვითონ დააპატიჟა რომ შემახე ხელიო. მანამდე ღვთისმშობელ მარიამის შემდეგ ეჩვენა რა მარიამ მაგდალელს, რომელიც აქტოვანებისაგან დაეცა, ძალიან ადვილად ირწმუნა. გასხვევებით მოციქულებისაგან, მენელ საცხებლე დედებმა ბევრად ადვილად ირწმუნებს ქრისტეს აღდგომა, ვიდრე დანარჩენ საოცარი რამ არის, მაგრამ იმიტომ რომ დედაკაცის ბუნება მაინც სხვაგვარი არის. უფრო მიმდობია, უფრო მოსიყვარულია. კაცის უფრო უხეშია, ცოტა მზვაობარია და ასე შემდეგ. თავისი მიზეზები აქვს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. და მას რა უთხრა მარიამ მაგდალელს მოხვევა რომ დაუპირა უხლებსე. ნუ შემომეხები მე, რადგან არ აღსრულარ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა. თომა დაპატიჟა, მარიამი არა, იმიტომ რომ მარიამი სული არ მიებერა. მარიამი არ იყო ამ გაგებით განწმენდილი. ამბობენ წმინდა მაგალითად კირილე ალექსანდრიელი ამბობს ამას. ამიტომ თომა დაპატიჟა. და რატო დაპატიჟა კიდე? იმიტომ რომ თვითონ თქვა რომ ვიდრე არ ვიხილავ ნამშვალებს ნაგვერდას და თითს არ დავადებ და ხელს არ ჩავყო, არ ვიცი როგორც სიტყვა ზედმიწევნით ისე შესთავაზა უფალმა, რომ რამე ეჭვი არ დარჩენოდა თომას გულში. ხოლო თომა ერთი იგი 12-თაგანი, რომელს ერქვა მარშვევ, არა იყო მათთანა, ოდეს იგი მოვიდა იესო, უთხრობდეს მას, სხვანი იგი მოწაფენი, ვითარმე ვიხილე ჩვენ უფალი. და მანამდე ამ 11-ის გარდა იხილეს სხვებმაც. მაგალითად ლუკა და კლეოპა, რომელიც ვახსენე, მარიამ მაგდალელი, მანამდე ღვთისმშობელი მარიამი, შემდეგ პეტრეს და იაკობს ეჩვენა პეტრე და ასე შემდეგ. და საბოლოოდ ეჩვენა 500-ზე მეტ მოწაფეს, არა მარტო მოციქულებს, არამედ 500 ყველას ერთად ეჩვენა დასარწმუნებლად. ყველა ისინიც ღვთის სიტყვის ქადაგებლები, ამ გაგებით მოციქულთა სწორები შეიქმნენ. ესე იგი მოუთხრობდნენ თომას როგორ იხილეს უფალი, რა მოხდა, როგორ დაარწმუნა ისინი აღდგომაში, ხოლო თომა მოპასუხა და შერჩა სახელი ურწმუნო თომა, ფიგურალურ გამოთქმად იქცა ურწმუნო თომა. მაგრამ როცა თომა მირწმუნა, ისეთი თავდადება გამოიჩინა, როგორც იშვიათად მოციქულთა შორის გამოეჩინოს. აზიის ყველაზე ველური ქვეყნები თომა მოციქულმა გააქრისტიანა, იქ გადაგებდა ღრმაკერპ თაყვანისმცემლებში. და საბოლოოდ იგი დღევანდელ ბაქოში, მაშინ დაბა იყო, არა ასეთი დიდი ქალაქი, აწამეს, ცოცხლად წყავი გახადეს და ესე იგი ჯვარს აცვეს. მისი პატიოსანი თავი სიონის წმინდა ტაძარში არის დაგრძალული, თქვენ ისე დაცული, უფრო სწორი იქნება თქვა, დასვენებული საყოველთაო და მის დღესასწაულზე შესაძლოა დღესაც გამოასვენებენ ხოლმე საყოველთაო თაყვანისცემისთვის. მისი მადლი გვეწეოდეს. რა თქვა თომა იმის პასუხად, რომ იხილეს აღდგარი უფალი სხვებმა. უკე თუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამშვალთაი და დავსხნე თითრი ჩემი ადგილსამა სამშვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსამისა, არასა დამრწმენეს.
და შემდგომად და 8 დღისა კვალად იყვნენ მოწაფენი მისთვის შინაგან და თომაცა მათთანა. ეხლა 8 დღე რა არის? ქრისტიანულ ეკლესიაში ცხოვრებას ვითვლით 7 დღით. 2 შაბათი, 3 შაბათი და აშენ. მერვე დღეს ენიგმურად იდუმალ ქვიან სასუფეველის დადგომა. ანუ საუკუნო სიხარული. ესე იგი რას ნიშნავს რომ 8 დღე გასულ სასუფეველში მინიშნება იქ უკვე ეჭვი არ არსებობს. არ არის საჭირო არც ხილვა უფლის და არც ესე იგი ხელის შეხება, დადება, რადგან მხოლოდ ასეთები ღრმად მოწმენი შევლენან სასუფეველში. ამაზეც არის მინიშნება დღეს იმიტომ ახსენებს მერვე დღეს იოანე მახარებელი. მაშასე თომაცა იყო მოწაფეებთან ერთად და შევიდა იესო კართა ხშულთა და დადგა შორის მათსა და რქვამა შვიდობა ითქვენთან. უკვე ეს სიტყვები მიგვანიშნებს კიდევ ერთხელ იმას რომ თლად ბოლომდის შიშისაგან განთავისუფლებული არ იყვნენ მოციქულები. ჯერ კიდევ ქონდათ ერთგვარი იჭი გულის სიღრმეში. ადამიანის ასეთი არსება საერთოდ ნაკლებად და ძნელად მრწმენი. მერმე რქვა თომას, ესე იგი გამოარჩია, ამჯერად არაფერი არ უთქვამს თომას, თავად მიბრუნდა თომასკენ და მიმართა იმის პასუხად, რაც თქვა მოციქულებთან 8 დღის წინ. მოყვენ თითნის შენი და იხილენ ხელი და მოიღე ხელი შენი და დამტებ გვერდსა ჩემსა. ეხლა ნახეთ აი როგორი ნიუანსი აქვს. მას არა მარტო ხელები დაუმშვალეს, დაულურსმეს თანამედროვე ქართული. ის სამშვალი განსხვავდებოდა დღევანდელი ლურსმისგან, რომელიც მრგვალია და ამ შემდეგ. და არამედ დაუმშვალეს ფერხნიც. მოდი კითხვა დავსვათ. იმ შემთხვევაშიც თომას გარეშე რო ეჩვენა და ამჯერადაც თომასთან ერთად არ სთავაზობს რომ ფერხიც განიხილოს. რატო ფერხი არ ქონდა განხრეტილი? ქონდა. მაგრამ ნახეთ ადამიანი როგორ არის. ჩვენთვის შეურაცხყოფელია ვიღაცას ქვევი ტერფზე შევეხოთ. თითქოს დამამცირებელია. გვავიწყდება რომ აქ უფალზეა ლაპარაკი. მასთან წმიდა ხელნიც, ფერხნიც და ყოველივე რაც უფლისაა. მაგრამ ნახეთ დღევანდელი ენით რო ვთქვათ, როგორ დელიკატურობას იჩენს უფალი თომასთან და მოციქულებთან მიმართებაში. მაგრამ მარიამ მაგდალელი განიხილეთ, კი არ ემთხვია სახეზე. ფეხებზე ჩაუვარდა და მოხვევა უნდოდა და ამბორება. თავად დაიმცირა თავი, ადამიანური გაგებით ვამბობ. იმ ხანად, როცა ქრისტე მოვიდა იუდეაში, კოცნის სამგვარი ფორმა არსებობდა, ამბორის უფროსწორად. კოცნაში ბნება მოიაზრება. ამბორი არის სულიერი კოცნა. თხვევა ესევე. წუხვა რომ თანდათანობით ეს სიტყვები დაეკარგა ქართული ლექსიკიდან. დღეს ამას ადამიანები იშვიათად თუ ხმარობდნენ, ისიც განათლებული ხალხი მეტნაკლებად. რატომ? ჯერ ერთი იმიტომ რომ ამბორება ჩვენ ერთმანეთს არ ვიამბობთ, ჩვენ უფრო კოცნით. ხშირად ნება ამაში. ეხლა მე ახსარებელს ის გაგახინებ ცოტას დაღალეთ შესაძლოა და როდესაც ესე იგი სამღვდელოება ემთხვევა საკურთხეველში წამსის შემდეგ ერთმანეთს ხელზე ემთხვევიან ან მხარზე და ეუბნებიან ქრისტიან შორის უპირატესიან და მეორე ან მესამე მღვდელი პასუხობს არც და იყოს ასევე დიაკონი. აქაც ესე იგი მრევლში ერთმანეთს ემთხვევიან ამ დროს. ეგ არ წერია და არ შეიძლება. გინდათ გითხრათ საიდუმლო გაგიფრთხილო. აქ ერთი მყრალი მედავითნე მყავდა, დღეს მღვდელია და როგორც ვიცი მღვდლობიდან დაყენებულია, თუ არ შეირიგეს ისე. თუ არ დაუშვეს კვლავ. ცოტა გადაბრუჟვები უყვარდა. და ესე იგი მაგან დააწეს, რომ აი მრევლს ასავლეთ, ესე ქადაგად ვიყავი დაცემული საათები, ქადა გამოვიდა რაღაცებს ავისებროს თავისი აზრებით არიგებდა რაღაცა. მათ შორის რომ თქვენც უნდა ემთხვიოთ. არასწორია. ეს შეიძლება მოხდეს დედათა ან მამათა მონასტერში, როცა ერთსქესიანები არიან. ამ გაგებით კი არა დღესრობ არიან ერთსქესიანები. ბუნებითად დედათა მონასტერში დედებს მოვალენიც არიან. ემთხვიონ ამ დროს ერთმანეთს მხარზე ამ სიტყვებით, ესევე მამათა მონასტერში მამები ემთხვიონ მხარზე. ხოლო იმ ხანად იუდეაში სამგვარი ფორმა არსებობდა ამბორების. კერძოდ ბაგეზე, ლოყაზე და მხარზე. ეს რას ნიშნავდა? როცა ძალზე უყვარდათ ადამიანი და ქონდათ ეს კადნიერება, წმინდა კადნიერება, ბაგეზე შეელო თხვეოდა.
დღეს ბაგეზე მთხვევას გარყვნილი შინაარსი აქვს, მეტი არაფერი, ამერიკული სიყვარული რა ესე თქვა. ლოყაზე რომ ემთხვეოდა, უყვარდა, მაგრამ იმდენად არა, ამას გამოხატავდა ამ მოქმედებით. ხოლო თუ მხარზე ემთხვეოდა, თითქმის არ უყვარდა. ვალს იხდიდა რა, გამარჯვება გაგიმარჯვებს რაღაც ესეთი. ეხლა ნახეთ იუდამ რა გააკეთა. რა ვერაგი იყო, იმიტომ რომ მისი მასწავლებელი ეშმაკი იყო და ძერი წარწმედისანი პავლე მოციქული აუს უგონერეს არიან ზეთა ნათლისათა. ბაგეზე რომ თქვეოდა არ შეეძლო, ჯერტი არ ქონდა კადნიერება, მეორეც სულდა ქრისტე, მაგრამ მხარზე რომ თქვეოდა, გაყიდიდა თავის თავს. ნუ თითქმის არ უყვარდა უფალი. ამ ვირეშმაკმა ამოირჩია საშუალო და ლოყაზე ემთხვია. ნახე ქრისტემ რა მიაგება მის სიფლიდეს, ამ ყალბ ამბორებას, ვითომ სიყვარულს. მიცემია როგორი დანანებით არის ნათქვამი ეკოთისმის სივრცეში უფლისეს სიმშვიდით ნათქვამი სიტყვები. ესე რომ ღმერთი არ ტყუდება, შემოკეთილო. და მოდი ჩვენს თავი დავანებოთ სულ ცოტა დღეიდან ამაღლემულის თამაშს რა. მე ესა ვარ, მე ისა ვარ. ყოველი კაცი უკვე მოგვიჭრა უფალმა და გვიცხა, ყოველი კაცი ცრუ არს და ამაო. აი ესა ვარ, როგორც მამა გაბრიელის სიტყვება ჩამძახეს კურსი, ერთად მოკრეფილი ნაგავი ვარო. და ის ამბობდა ჭეშმარიტებას. და ეს არის თავმდაბლობა. აქედე ცნობილი მოძღვარია, ის კურნალია, ის მლოცველია, ეს ასკეტურად მართველია. არაფერი ესეთი არა ვართ არავინ. სრულ ვართ და ამაო. როდესაც ადამიანი უბრალოდ კი არ ამბობს ამას გაიაზრებს, ის დგება სორგზაზე. და იწყებს ცხონების გზაზე სიახლოვეს, იმ გზაზე, რომელსაც ქრისტე ქვია სახელად. მოკლედ დაპატიჟა, მოყვენ თითნიშენი და იხილენ ხელი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა და ნუიყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენი. ურწმუნოება არისო. მიუგო თომა დარქვა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, არც ერთ მახარებელთან, არც წმინდა გადმოცემაში არ ჩანს ბოლოს და ბოლოს. შეეხო თუ არა ხელით ამ ადგილებში, ნამშვალებში და ნალახრებში. არც ერთი მახარებელი, არც ერთი გადმოცემა არ ამოწმდა. აღარ დაშირდა, რა დაინახა, დაემხო მუხრებზე და აქტუანებით წამოიძახა. უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, მაგრამ ნახეთ სამართლიანმა უფალმა რა უთხრა. რამე თუ მიხილე და გრწა. ნეტარ არია რომელთა არა უხილავდა ბრწმენე და ეს ნეტარება მათ შორის ჩვენს ვეკუთვნის 21 საუკუნის ქრისტიანებს. ჩვენ არ გვიხილავს უფალი, თუმცა განგვიცდია მადლით, გნებავს დღევანდელ საფრთხო ზიარებაში, გნებავს სინანულის ჟამს, გნებავს გულითადი სიკეთის ჟამს, როცა არ მოჩვენებთ და გულითადად ვეხმარებით გაჭირებულ ადამიანს და სხვა. ამიტომ ნეტარება ჩვენს ასევე გვეკუთვნის, ვისაც არ გვიხილავს და გვწამს სარწმუნოების ნიჭით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა ჩვენის ყოველგვარი დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაი, ქრისტე მაცხოვარსა ჩვენსა თანა მამით და სული წმინდურ აზდა მარადისა უკუნითი გუნისამდე ამენ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ჩვენს მონაწილე გააცხადოს თავისი სახარულევანი და ნეტარი ალბომისა. ამენ. ამენ. ეხლა ჯვარს ევთქვევით, ვინც ეზიარა სამადლობელს მოისმენს, ვისაც გაქვს საშუალება, არავინ არ წახვიდეთ. ჩადიქვევით უთხარი გახსანის, პარტარაკარები, სასანთლეში უთხარი იციან, დამალაგებელს უთხარი, დროზე მიდი. სამადლობელს მოისმენს, ჯვარს ევთქვევით, მამა იოანე და მამა გაბრიელი ჩავლენან ქვევით, თქვენს გაყვებით მაგათ და იქ გარდახტილი იქნება. დღესასწაული არის ხატი მიბოძე გიორგი. ჩვენ ტაძარში ადგილობრივი დღესასწაულია ამ წმინდა ხატისა, რომელიც აღმართული არის აღდგომის ტაძრის ეზოში. ნუმტირმე დედაო. ეს ხატი შექმნილი არის პირველ ყოვლისა წმინდა გარდამოცემის საფუძველზე, რომ ქრისტე აღდგა რამკვეთით თავდაპირველად ეჩვენა მარიამ ღვთისმშობელს და მერე უკვე მარიამ მაგდალენს და ასე შემდეგ. გარდა მაგისა ამას ამოწმებენ სიმბოლური წიგნები, ანუ საღვთისმსახურო წიგნები, კერძოდ პირველ ყოვლისა დიდი პარასკევის საკითხავი, თქვენ რომ ღვთისმშობლის დატირებას უწოდებთ
როცა ესე იგი მწუხზე იკითხება ძლის პირები, სადაც ბაასი არის ქრისტე მარცხოვარსა და ღვთისმშობელ მარიამს მის ყოვლადწმიდა დედა შორის გადმოცემული და ერთ-ერთი ძლის პირი ამბობს, ქრისტე ამბობს თავისი ყოვლადწმიდა დედის მიმართ. ნუ ტირმე დედაო, ავსგერამდრეთი, პირველვე შეგეჩვენო. ნუ ტირი ხარო. როგორც კი ავსგერებდეთ, თავდაპირველად შეგეჩვენებო. ეს იყო ამაში უჩვეულო არაფერია და უცნაური. ყველაზე უფრო საყვარელ ადამიანს, დედას, თვისას ეჩვენა თავდაპირველად. მე ასევე დიდად მოყვარულ მოწაფეს, რომელიც ჯვართან დარჩა ღვთისმშობელ მარიამთან ერთად სიკვდილში არ დაგიდებდა. და მე უკვე ეჩვენა იოანეს და სხვებს, ვინც როგორი სიყვარული გამოიჩინეს, მაგრამ მას ყველა უყვარს დიდი სიყვარულით. ამენ. აი ამისი დღესასწაულია, ამ ხატსაც ემთხვევით, ჩაფალთქვევით და იქ გარდახდილი იქნება დაუჯდომელი ხატის წინაშე.